დილა მშვიდობის უკვე 83 უნდა მეთქვა 38 წლის ცივა ხარ და ხალათზე არ დამძრახოთ ახლებით უხართ რა არისო ხალათით რომ ძველება იციან რომ ეს ხალათი შეღორცებული მაქვს 4 წელია 3 მეოთხე რა ვიცი კაცო არც აცვდება ეს სოფლები ეს რა არის მაგიცა რა ძვირფასი ეხლა დილას რა გავაკეთე ამდენი ბავშვები ნუ საჭველი რაღაცა რუღაცა აუტანე მაღლა სკოლაში წავიდნენ შორეთ მამაქვს დავარცხნე შეკრული მაგრამ ამას რა ვუყო აჰა ცოტა ხანი დადგება ხო და რა მივხვდი რომ საჭირო აღარ ვიყავი ნინოს თმები გავუკეთე მოწესრიგებული საჭმელნაჭამი უცბად საწოლში აფთექი 1 საათი კარგ გამოვიწინე და აფთექი ყავაც დავლიე ანუ ვიცი რა იყო დიდად არ მეძინებოდა დავსვევდი სანამ ქათმები რამე რუმეები და ბეჭებზე მესხმეოდა არ წვინდა მაგრამ ნაწვიმარი წყალი მესხმეოდა ის ხეებიდან და უი რო გაბაჟრია და მეთქი არა ესი არა და წაველი და ამონქრა 1 საათი და თან იყო გახანგრძლივება რის ციცი ჩემი დალაგებული გუყნაყო გასწორი დღის წინ ნუ არაფერი ისეთი ჭურჭელი მაქვს რა მოკლედ დიდად ვაიბში არ მექნება ხო ეხლა შეხება ტორტს გუჟი ვიდეო ვეღარ გადავიღებ ფიზიკურად ვეღარ გადავიღებდი მართლა აღარ მეცალა უკვე სტუმრები რომ მოვლენ და რაღაცა შედეგადი გაშლის მაშინ ოპერატორი მე მგონი ისა რომელიმეს უნდა ვუთხრა გადაიღოს ხოლმე და მე YouTube-ის ხელფასიდან გადავუხადო ხოლმე ნინოს ვერ ვანდობ ტელეფონს იმიტომ რომ თავისი ტელეფონით დაეფრეხვა რამდენიმე თვის წინ და ეკრანი გაატეხა ბარბარეს ვერ ვანდობ ჩემ ტელეფონს იმიტომ რომ პირველივე დღეს მე პლოშეტიდან ჩამოვუვარდა რომ ვუყიდე ასე რომ ოპერატორი არ ამყა იონეს რომ მივცე ტელეფონი მას დავიწყდება რომ ტელეფონი მივეცი და შეიძლება ისწვევი და ასე რომ ოპერატორად ვარ და ესეთ სიტუაციაში ვერ ვიღებ ხოლმე ვიდეოებს ამიტომ აჰა მოკლედ მქონდა ტორტი რომლის ვიდეოსაც აუცილებლად ჩაგისვავთ აქ ისე რომ დავჭიდე და ისე ვილაპარაკო არა იმიტომ რომ რაღაცა რა ვიცი ერთი წამით შევაგოგწევთ ასე ეს ხო ჩემი არის თუ გარეთ გავიდეთ გარეთ გივიდეთ სიბა ხალხო უი არა მაგრამ ეს ფონი სულ აღარ მინდა ხოლმე აი ხო ასე წითელი მაინც უხდება ეს კაბი რაღაცა ჭრიალებს ნუ მოკლედ დავიწყოთ ეხლა ყავა დავლი ამიტომ არაფერს არ დავიდგავ წინ შევუკვეთე ტორტი რამდენიმე ხნის წინ ჩემი მამა მთელი იყო აქ რა რამდენიმე დღის წინ და ჩვენ ხო ერთად გვაქვს დაბადების დღე ხო და მაჩუკა ფული აი ეს შემოვიდა აქ რაღაცას ვაკეთებდი და დადო აქ და აჰა რა ვიცი რამდენიმე დღეში იქნება რა მე მომდისო და მე ანუ როაფერი მომივიდესო და ესი არ დარჩიო ფული გადამიხადა რა ჯერ ისა მაჩუკა გადამიხადა რაღაც ხო და სანამ მიტრიალდებოდა მე ეს ფული ავიღე და მოვატრიალე მე უთხარი იქნებ რამდენიმე დღეში მე რაღა მომდის და ეს კიდე ჩემგანეთი არის საკუთარი მოცემულ ფულს ვაძლევდი უკან აი რომ ჩააწერი რომ ეგია რა ხო და ხო გავამართლე ხო და გადავწყვიტე ხა რაღაცა და ამდენი და ბიზნესთვის ტორტი შევუკვეთე სადაც მე მუშაობდი ხოლმე ხო და ხა ნინომ რო იცოდა რომ ბიზნესთვის შევუკვეთე და თან ჩემი დაბადების დღეც იყო უნდოდა რომ რამენაირად ის ტორტი ჩემთვისაც ყოფილიყო და მოიფიქრე ეგეთი რაღაც ეხა ვიდეოს ჩაგისმევთ აქ და ნახავთ რაც მოიფიქრა თუ ვინმე ვერ მიხვდება Facebook-ზე დავდე ვიდეო და რამდენიმე დღის წინ ვიდეო რო დავდე ვიდეო რითიც მთავრდებოდა ხო იცი კუხნა რო დავალაგებდი და აქ რო გდივარ მე იქიდან დასკრინა სურათი და ტორტზე დაახატა ის
ოღონდ ნახე რა იყო ტორტის ზედაპირი ხო ესე მარციპანი მარციპანზე ვეხატე დაბლა დაგდებული მე და ზემო აქ კიდევ ისინი ჰქონდა გარშემო კრემით გაკეთებული და ზემოდან ჰქონდა გადაკრული ვაფლის ფირფიტა სადაც ეწერა საუკეთესო მამამთილს ანუ ნახატი არ ჩანდა ქვეშ რა მამამთილის ტორტი იყო და რო ამოვიტანე ინსტრუქცია მოყვა ტორტს რომ მოკლედ შენი მამამთილიო რომ ესე გვერდებში ჩაურჭევ შენი მამამთილიო რომ ტორტსო ჩააქრობსო მე იმ ვაფლსო ცეცხლი გაუკიდეო და ეხა განახებთ ვიდეოს ჩავაგდებ და განახებთ რა იყო ანუ გაუკიდე ეს დაიშალა და ჩემი სურათი გამოჩნდა შეგთან ცეცხლმა არც მარციპანი დააზიანა ეს ხა დავდო ქალო არაფერი არც ამწვავები და ვაფლი ესე მოდნა რა ესე რაღაცა წავი ხო და ესეთი ორიგინალური ტორტი მქონდა მოკლედ უგებრიელი რა სიძახი არც ერთი აღარ დარჩა არც ერთი ნაჭი არა დარჩა ერთი ცალი და მაგას ამაღამში ბიჭო Wiener dog, how did you get so long? Wiener dog, come listen to my song. Wiener dog, it's you that I adore. How I love you, Wiener dog, riding on your skateboard. How I love you, Wiener dog, riding on your skateboard. How I love you, Wiener dog, riding on your skateboard. მაგის გარდა ორი ტორტი კიდევ აქვს. ხო და ისა. ხვალე რთველი გვაქვს და რთველში ტორტი გვექნება. უძენდა მოიტანთ რომ რთველი არ მივდივარ ხოლმე რთველში. თან უბრალოდ რთველი არის, აი მამიდა ჩემის რთველი იყო ხოლმე, რომ მოვიგლიჯებოდით ხოლმე რაღაცა და მე იქ საკრავი იკლებოდა ეს და ბევრი რო ვიყავთ, აი იქვე რო ხდებოდა ყველაფერი. ეგ არის რთველი და ხა იქიდო დაკრეზა აქ რა ხო და ეს ერთ სიტყვით ძალიან ვიხალისეთ, კარგი იყო. მე ესა ტორტი რო ავანთეთ, მიუტანეთ ჩემ მამამთილს ეს რო ტორტი ავანთეთ. მანამდე ხო დავდეთ სანაძლეო, ავქაშით ვიცით სანაძლეოს დადება, ხო იცით, ეკათმის ავქაშით. ხო და მანამდე თავისმა მეუღლემ თეომ დადეს რაღაცა ვანო ატყდა გინდა თუ რა სანაძლეო დავდო და დავუდო. ჯერ მე ის მაგას დავდო, აიღო ხა მამას რამდენი ავქაში ექნებოდა და აიღო ისა ფრთა. მოდიო ეს თომ ავქაშიო და მე და შენც დავდოთო, ვანო მეუბნე, ვანო არის ჩვენი მეგობარი. მეგობარი არა, ოჯახის წევრი. ხო და მეთქი შანსი არ აქვს, არაო. ავქაშით სანაძლეოები მოგებული ოდითგან რომ რა იყოს და კაი თქო და თქვენ ხო იცით მე მართლა სანამ ვიტყვი მაგნოლიაზე უნდა ვთქვა დღეს არის მაგნოლიის დაბადების დღე მახსოვს იმიტომ რომ წინა დღეს ჩემი აყვარმე და მაგნოლიას ვლოცავ დაბადების დღეს და მე მაგნოლიო მიყვარს ძალიან არ ვიცი ხო რამდენი რესტორანში ხანსად მაგრამ აი იმ სიმყუდროებს სხვაგან ვერ აღვწნობ რაც იქ არის ხო და მეთქი რა ვიკისროთ წაგებული მაგნოლიას კისრულობს 4 კაცზე 5 კაცზე რა ვიცი როგორც იქნება ეს შინაურობაში კაიო ხან რა მივაწოდეთ ერთმანეთს ვინც იცის ხო იცი ეს აიდოსტ რო უნდა უთხრა ხან რა უნდა გამოვართო ხან რა მოკლედ და მახსოვს მე რესტორტი რო შევიტანე ეს ბიზნეს რა უნდა და ჩავაქრობინე მაგ ვიდეოს დავდებ მაგ უცბად თავში რო გამიელვა რომ აი მაგ მომენტს გამოვიყენებ მეთქი ეს ჩართული კამერა მივაწოდე ნინოს რომ ნინო გადაიღეთ ხო ვითომ მე უნდა ჩამეკრო ახლა და 74 წლის გახდა ჩემი მამამთილი 74 ხო და ისა ეს სანთლები რო ჩააქრო ყველა ისა 7-იანი და 4-იანი ეს სანთლები მე აქეთ და იქით იჯდავანდურა და მეხმარებოდა მოკლედ ეს სანთლები ამინ თუ ახალი და რაღაცა და მოდი მეთქი ვანო ბარემ დაიჭირე თქო და მივაწოდე ესე და გავწყინებულია ესე მეხმარება რო ახარ და აი დოსტ მეთქი და ეხა მომეცი თქო და სახე უნდა გენახა აი მე რამდენი ვიცინეთ იღებს 74 რაღაცა მი არა ის პრობლემა არა ეგნაში ბელე ბიჭო აბა ახლა მიმღერე ახლა შენ სანთლები ჩავაწერ მაშინ შენ უდი დამიჭირე
არა. მოიცა, არა, ესე დაიჭირე და ნინოს ცოტა უკან გაიწირე. აიდოს, მომეცი ახლა. რაიცა რა იყო სანაცვლო? მიყურე. ვერ მითხარი. აჰა, ჩავაცილე მოდა მოგ. რამდენი ვიცინეთ და რა კარგი იყო. შენივად მე ესა თეომა ცხანრა და მოკლედ ისე წავიდნენ აქედან მე ბავშვს იოთამს ეძინებოდა და ბავშვი მიაწოდე მეთქი თეონას ვეუბნები მიდიმეთი ბავშვი მიაწოდე. და რომ გამოვიდა აწვდი და ხავს ძინა მე ავიყვან მანქანას და შენ ყავდეს მახსოვს სადღაც გავაცილეთ მოკლედ და თეონას ვეუბნები თეო არ რა ვიცი მე ვწყარი რომ წაგო გაგამწყე თეონას დავდო მანქანაზე კიდე რომ მოიგებო მანქანას გიყიდი ახალ ხო და 10 წუთში თეონამ წერს ხმოვანს და უკან ფონად ვანოს კივილის ხლა ისმის რომ მან თუ არ მოტყუვდაო აქედა რომ გადმოვიყვანე იოთამიო ესე უკვე ჩაძინების პროცესში ბავშვი და ვაიმე და მივარდა ბავშვი მივარდება ჩქარა მძიმეაო და მიუწვდია ბავშვი გამოვარდა ეხა არ მიკითხია ის ბავშვი დააგდეს და თუ ზად არის ხო და კვდებოდა თეონა სიცილით მაინც მოვიგეო და ფონად ვანოს კივილი ისმის ვაიმე რა სასაცილო იყო რამდენი ვიცი ხა დღეს წეს თუ მოვიდეს ეხა და უნდა დავცინო აი მე ძალიან საყვარელია აი უზომოდ მიყვარს აი ეს ხალისიანად ჩავატარეთ დღე მოკლედ დიდი ხანი არის სხვა შორის მალე დაიშალე რო ვიცით ხოლმე პირველი 2 რაღაცა საათებია სადღაც 12-ის ნახევრისთვის უკვე აღარ იყვნენ მე ცოტა შემოვიტანე ვფიქრობდი რომ იმ ოთახში ესე პურს ავიღებ ხოლმე რაღაცას და კარებს გამოვკეტავ ხოლმე რა და არაფერი არ ფუჭდება ხოლმე რომ მეთქი ხვალედილით მივხედავ მაგამ ბავს და მე მაინც რა სანამ დაწუნე ბავშვებიც რაღაცა გამოვიტანე ის ხორცეულები დავაბინავე მოკლედ რომ თქოს მეთქი მარტო ჭურჭლის თემაღა მქონდეს და გამოგო გამოწმიდა და всё ეგ მაქვს ბევრი არაფერი არ მაქვს და რომელიც საათია კარტოფილი უნდა შეუწვა ეს პარასკევია ამებს შეჭამე და 12 დაიწყო სადაც პირველისთვის კარტოფილი შეუწვა იქამდე კიდე მოვრჩები რა პრობლემა ხო და ეს ყველაფერი დავაბინავ მივაბინავე ცოტა თებშებიც დავრეცხე ბევრი არაფერი საქმე არა მაქვს საძღვრის დავრეცხავ დღეს ხო და ეგრე ხალხი კაი დღე იყო მიუხედავად იმისა რომ გუშინ წიხო საშილად დავიღალე და გუშინაც მაგრად დავიღალე მაგრამ ეს დაღლა ხოლმე იმ ემოციებთან აი არაფერში არა კი ვიტყვი ხოლმე რა ესეთი ის აღარ მინდა თქო რა აი ვიღლებ მაგრამ იმ ემოციას რო ვიღებ ხოლმე მე ის დაღლას მომიწყდება ხოლმე აი ესე ვიხუხუნეთ გემრიელად და დილას კიდე გავიხანგძლივე ძილი კაიო ხო წუხელ გამაღვიძა იმან რა ქვია ბრახუნის ხმა რა მაგრა წვიმდა ეხა ბევრ ადგილასაც სავარაუდო წვიმს აქ აღარა წვიმს მაგრამ ისეთ ცივინია ვიუბერავს ისეთ ცივი რომ აი ძვალში და რბილში გადის ხო და ისა ქათმების კარები დამჩენია ღია უკანა მხარე რა ის საქათმეში კი იყვნენ ქათმე მაგრამ ის რკინის დიდი კარები რომ გარეთ არ გამოვიდნენ ხოლმე და მე უცბად დამარტყა თავში რომ ობოლაც არ მყავდა დაბინავებული გალიაში კი იჯდა თავში მაგრამ მეთქი არ შესწვიდეს რომელი საათი იყო 2 იყო თუ 3 იყო აბდექი მანდ დავსველდი კიდე წვიმდა მაგრად დავაბინავე ეს ქათმების საუკეთე კარები ეს მართლა ინდაურები აკარებს ხელი ვკარი რომ გადაცვენილიყვნენ და იქით შემდრალი იყვნენ წვიმაში სხედა ხოლმე აი მართლა ინდაურები და ობოლაც ამოვიყვანი ძოთი კოლიზი იყო შეციებული და დავაბინავე და დავიცინე დილას რომ მინდოდა 9:00 ნახევარზე ხო გაბუში წავიდნენ და დავწექი და 9 საათზე ისა ხوار დაგაწინებს მიგი მირეკავდა ჩემი რძალი უიჯაი დაგეწოს ფიქრო კარგი ცოტა ხანი გაჭი გადაურეკე მე აი ეს დღე ანუ წუხელაც რომ დავწექი რაღაცა აი ხო იცი
Facebook-ზე რო პოსტებიან დაბადების დღის პოსტებს სადაც ანთავსებენ და რო გილოცავენ ხო ძალიან ბევრს მე გუშინ გითხარით რომ აი ერთიანად რო დაწერენ ხოლმე რომ აი ყველას დიდი მადლობას მოგიხდით რაღაცა ჩემ დაბადების დღის მოლოცვისთვის ეპოსტი არ მიყვარს ხოლმე ძალიან რა ხო და აი გუშინაც აი რაღაცა მომენტში რო დრო მქონდა 5 კაცი იყო თუ 10 კაცი ცალკე ვუხდიდი მადლობას რა იმ პოსტის ქვეშ იმიტომ რომ რაღაცნაირად აი თითქოს მოვალეობის მოხდის მისნით არ მინდოდა რომ აი იცი რა ყველას დიდი მადლობა ვინც მომილოცეთ და რაღაც არა აი ადამიანმა იქ ორი სიტყვა რო დაწერა თავს ვალდებულად ვთვლი რომ იქვე უნდა დაუწერო მადლობა იმიტომ რომ იმან მე მომილოცა და ეს საერთოში არ უნდა გავუშვა ხო და ყველას მივწერეს სავარაუდოდ არავინ არ დამრჩა სულ ამოწმებ რომ ვიღაცამ რომ მილოცოს ის არ და რაღაც მომენტში იმალება ხოლმე ეს პოსტები რა ვიცი და აი ნახე 20 ანუ დღესაც აქვს დაწერილები რა ხო და აი ნახეთ ამათთვის აი ორი ადამიანი ერთი არის იქითა ბაღის დირექტორი მარიკა მასწავლებელი ეხლა რო არ მიულოცო მადლობა მე მიმალება პოსტები ხო და ისა მაგიტო ეს არ ვიცი ხო მე დაიწერა კი ვიცი დაიწერა აი ხა რომ ავყვები ანუ მიწერია ის რა ანუ სადარი ანუ აღარ მიჩანს ახალი მილოცვა რა მაგას ვამბობ და მე მგონი რომ ასე ხო ეს რა უნდა მეთქვა კი რაღაცა უნდა მეჩვენე რაღაცა დამავწყდა და მაგ გახსენება და გავით ახლა განახოთ ეს საერთოდ გამოვიდა გუშინ მაგრამ არ დამიფენია და ის თოკი იდე უნდა გავაბა იქ რო გავაბით ხო გახსოვთ აი გაშატკის გუშინ ავხსენი რომ არავინ გაიხლართოს მეთქი სტუბარი არავინ გაიხლართოს მეთქი მაგრამ დღეს უნდა გავაბა იმიტომ რომ აქ დაკიდება საზრი არ აქვს როგორც კი წვიფს ეგრევე მოშვება ხოლმე ასხავს ჩემ ბავშვებს ყურას ცივად ჩემო ცხოვრებებო ჩემო პატარებო ეს ნახე ეს არც აჩავს ქვეშა წელს თავზე ნუაჭდები შვილო მოიცე ეს გამოგიწიო ეს რო ძალკე წევ ჩემი ბუერა მოვიდიო გით გამოიწიე ჩემო ცხოვრებო აი ეგრე და თბილად იქები თბილი აუ აქ ნახე დავიდე და აი ეს საზიზღარი ძაღლია ვიღაც ის მაინც ნახე გამოწეული აქ და შემოძრა კაკალი ცვივა მე ადაბადეს წეღანა უკრიფე ხაც რო ვიგებ ხმას გავდივარ კრეფავ იმიტომ რომ მანქანები ჭყლეტავენ ხოლმე და აფსუსია რა იყო ტუპი აიღე ტვინი უკვე ნახოთ რა მდგომარეობა გვაქვს აქალი მზად ახართ არაფერი გოგო დიდი აბა დაბძანდით აქ ნახეთ ნახე მშვენიერი კადრია ხალხი მოიცე ცოტა ჩამოგწიოთ რომ ძაღლ აი ესე ანუ ძირითადად ყველაფერი ავიღე რა სულ ყველაფერი ჯონჯოლი დავტოვე და ყველი დამიტოვია ჯონჯოლი და ყველი დამიტოვე ეხლა გამოვიტან დიდ ჯამს ჭიქებს ჩავალაგებ ერთად რომ მე ცალ-ცალკე სადვეზიტო საათის მაგდენი ჭიქები და ჩავალაგებ გავიტან დავრეცხავ ჩაის ტილოზე დავაფირქოებ და აქაურ აი ეს ჭურჭელი ყველაფერი და რაც ახლა იქ არის სულ აქაურია რაც აქ ჭირდება ხოლმე აქ მაქვს რო არ ვიგინო ზემოთ ქვემოთ მე აი მოსვიდა დიდილეს ყავის მოსადუღებ სად მქონი აი ესე ხალხნებო აი ეს კამებიც გასატანი მაქვს აქ იყო ხოლმე ეს აი ესე რა და ესე მდგომარეობაში არ მიყვარს თუ არ ამჭირდება მისჩევნია გავიტანო მარანში აი ესე მომიტანა ჩემმა მამამ ფილმა ხისები არის და პურისთვის ყოველთვის ვდებდი ხოლმე დიდ თეებს რა სუფრაზე ხო და
გუში დავინახე რა ანუ ამას პურზე ხმარობ ეხლა რა რაღაცა სხვა მქონდა ნახურეტებიანი და სულ გამოდიოდა ხოლმე ნამცეთი რაღაცა ვიტანჯებოდი რა რატომ მქონდა სხვა რაღაცას ჩავიდო ხო და ეხლა პურს ამაში ვდებ ხოლმე სახლისთვის რო ამოვიღებ დავჭრით და მეორეც მაქვს ხო და ამაში წინაზე ბავშვებს მოვხანი ბატიბუჭი და ჯერ სხვა ჯამში ჩავყარე რომ გაციოდეს მე და მე ამაში გადავუყავ და ეხლა გუში სამზე გავშალე სამ კაცზე თუ როგორ იტყვიან ხო და პური ორზე ჩავდი აი აქ და მოკლედ ძალიან მაგარი არის საამისოდ პურისთვის თან ბლომად დაანაგე და წამიერად წამდაუწო აღარ გჭირდება ჩამატება და ძალიან მაგარია რა ერთი სიტყვით და ორი გაგებით კაი არ ვარ დავიძარე და გუშინო დავაბინავის კერძები არაფერი რა გავაკეთე სალიანკა გავაკეთე თუ რას სახიან კურდღელი ჩახოხბალაშან და აღაშლა ხო და სალიანკა არ მიჭამია და რატომ პირველ ჯერზე გაკეთებული არ მიყვარს ხოლმე მე მიყვარს აი რომ გააცხელებ კარგად რო იდუღებს რო გააცხელებ და ეს ხორცი იშლება როგორც აი გავიადინის ხორცი აი ეგ არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი პურს ჩაპურ ხო პურს ცოტა შევჭამ დღეს არაფერს არ ავჭამ ერთი ბანანი შევჭამე და არ მშია ეხლა იმას ვიზარ რაღაც და რატომღაც მინდა რომ გერკულესი შევჭამო მე ხო და ადგებდე გერკულესი შევჭამ წავედი ეხლა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე ძალიან ბევრი მოლოცვა მოდის ერთი ადამიანი ყველა ვიდეოზე მიწერს ხოლმე მოლოცვას და მადლობა უღრმესი აი რა ვიცი რა ვერ გადმოგცემთ იმ სიხარულს თქვენ მოლოცვას რო არის ერთ ვიდეოზეც ერთი ადამიანი რა მეორეზეც მე რო არის იზარეთ რაღაცა და მე რა უფლება მაქვს რომ არ მოვიწოდო და მადლობა არ გადაგიხადოთ რა სისულელი აი უღრმესი მადლობა გუშინ ძალიან ბევრის უამრავი ადამიანის სითბო და სიყვარული ვიქცე გაიხარეთ თქვენ მადლობა და ეს დალოცვა, ეს ლოცვა და ეს მოლოცვა ღმერთმა ასმაგად უკან მოგიბრუნოთ ოჯახებში. წავედი ახლა მივხედო საქმეს, რომ კარტოფილიც უნდა შევწოთ რაღაც 1 საათში. იქამდე უნდა გავაიდეალურო აქავრობა. აი მე მაღლა რომ ახსენდება ასასვლელი ვარ და რაღაცები დასალაგები მაქვს, ცუდად ავხდები, იმიტომ რომ ამ რემონტის გამო რომ ყველაფერი თავის ადგილას ვერ მილაგია, ვერ ლაგდება. ვერ. აი ეგეთი სიტუაცია. აბა ჰე, კარგად.